საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლების პირველი პირებიდან და განცხადებებიდან გამქრალია ნატოში გაწევრიანების საკითხი. ამიტომ ახლა საინტერესოა რა პოზიციას დააფიქსირებს თავად ნატოს გენერალური მდივანი და ის პირისპირ შეხვდება ირაკლი კობახიძეს ორშაბათს და დიდი ალბათობით როგორც პოლიტოლოგები ვარაუდობენ, იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი დაინტერესდება ქვეყნის პირველ პირთან თუ რას გეგმავს საქართველოს ხელისუფლება, აპირებს თუ არა გაატაროს დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ ნატოს სტანდარტებს დაუახლოვოს ქვეყანა და საბოლოოდ მიზნამდე მიიყვანოს ქვეყანა, რომელსაც სურს ნატოში გაწევრიანება იმ ფონზე, როდესაც ოკუპანტი ქვეყნიდან მომდინარეობს საფრთხები, ეს უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგში ცენტრალური საკითხი, თუმცა როგორც აღნიშნე, სწორედ ექსპერტების დაკვირვებით საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განცხადებებიდან ეს საკითხი არის საერთოდ გამქრალი. ასევე მნიშვნელოვანია არჩევნები, რომლის ჩატარების ხარისხიც იქნება ქვეყნის დემოკრატიის ტესტი და ეს იქნება ის საკითხი, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, რომელსაც იენს სტოლტენბერგი ირაკლი კობახიძესთან და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას დააყენებს. ფაქტობრივად ახლა საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს თავის მართლება ამდენი წლის განმავლობაში, რატომ არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყანა დაახლოვოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. ეს არის ის საკითხი, რომელიც ახლა სწორედ ექსპერტების განცხადებით უნდა იყოს ერთ-ერთი ცენტრალური თემა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად უნდა აწვდიდეს საქართველოს მოსახლეობას. ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ იქნება მოთხოვნა იმისა, რომ საქართველოს გაატაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებით, გაძლიერებასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა ამ შემთხვევაში თქვა აკმაყოფილებდეს ნატოს სტანდარტებს. მით უმეტეს, როდესაც ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, ერთი გამოცდა უნდა ჩააბაროს. თუ საქართველოში ვერ განვითარდება დემოკრატიული ინსტიტუტები, ბუნებრივია ამ შემთხვევაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იქნება შეუძლებელი. მაგიდის ორივე მხარეს ერთმანეთთან მოსაუბრემ ძალიან კარგად იცის, რომ ეს დიალოგი უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამიტომ მგონია, რომ გზავნილები იქნება საკმაოდ მკაცრი, იქნება მათ შორის იმ გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელიც დასავლეთმა რუსეთთან მიმართებით მიიღო და მათ თქვეს, რომ რუსეთს აღარავინ კითხავს ნატოს გაფართოების საკითხს და მათი დამოკიდებულება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ არ შეიცვლება განურჩევლად იმისგან, ახლა რუსული რეჟიმი საქართველოში როგორ იმოქმედებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა გიავოლსკიმ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. ამ კომენტირებისას მას არ უხსენებია თუ რას გეგმავს საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგავს რეფორმების გატარების კუთხით, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ნატოში გაწევრიანებისთვის, ასევე ევროკავშირში წევრობისთვის. საუბარია 9 დათქმაზე. აქ გიავოლსკი საუბრობს საქართველოს დამსახურებაზე, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობაზე, რომელიც ასევე ნატოსთვის არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორობისთვის. ნამიცის ნატოს წევრმა ქვეყნებმა, ნატოს სტრუქტურებმა, რომ საქართველო იქ იდგა ყოველთვის, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოების დასაცავად შეერაღებული ძალები იდგა. აქ იმის პრეტენზია, რომ ნატოს გენერალური მდივანი ჩამოდიოდეს ამ ქვეყანაში, როგორც მოკავშირე ქვეყანაში, როგორც ქვეყანაში, რომელმაც თავი გამოიჩინა არაერთ ნატოს ოპერაციაში მონაწილეობისას. რას აპირებს ქვეყანა, როგორ გეგმავს ის დაუახლოვოს ნატოს პრინციპებს საქართველოს, საუბარია საქართველოს ხელისუფლებაზე, რა ნაბიჯებს გადადგავს და გაატარებს თუ არა ის დემოკრატიულ რეფორმებს და არჩევნები 2024 წლის, რომელიც იქნება დემოკრატიის ტესტი. ეს ის საკითხებია, რომელიც დიდი ალბათობით განიხილება იენს სტოლტენბერგსა და ირაკლი კობახიძეს შორის. ასევე ნატოს გენერალური მდივანი პრემიერ-მინისტრის გარდა შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ის სწორედ გეგმავს რეგიონში სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლას. საქართველო არ იქნება ერთადერთი, ის ასევე საქართველომდე ჩავა აზერბაიჯანში, შემდგომ ჩვენს ქვეყანაში და ამის შემდეგ ის გაემგზავრება სომხეთში. მადლობა ნინო, პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.